საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა. მანამდე სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ მელია სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. სხდომის დეტალებს მარიამ ქართველიშვილი მოგვიყვება. ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა, თავისუფლება პატიმრობით შეეცვალა. ასეთია ხმაურიანი დღის ფინალი და მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება. ხმაური კი საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას ბრალდების საქმის განხილვაზე მას შემდეგ დაიწყო, როდესაც თავდაპირველად ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა. ამბობდნენ, რომ მელია მიზან მიმართულად არ გადაიხადა გირაო, ის გუშინ საბოლოო გაფრთხილებაც ჰქონდა მას, თუმცა ამის მიუხედავად მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა. დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ მელიას გირაოს გადახდის ბოლოვა და ღამის 12 საათზე იწურებოდა, ის 9 საათზე დააკავეს და ამბობდნენ, რომ სახელმწიფომ მელიას გირაოს გადახდის შესაძლებლობა მოუსპო. მოსამართლემ დასვა მთავარი შეკითხვა, აპირებდა თუ არა ბრალდებული მელია ბოლო წუთებში გირაოს გადახდას. ეს კითხვა, როგორც ჩანს, დაცვისა და თავად ბრალდებულისთვის იმდენად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, რომ სხდომაზე დაიწყო ხმაური. ნიკა მელიას პოლიტიკური გამოსვლის შემდეგ კი მელია წყობიდან იმდენად გამოვიდა, რომ მოსამართლეს წყალი შეასხა. თქვენ გირაოს გადახდას აპირებთ და ამ საკავებამ შეუშალათ? გირაოს გადახდა მოსამართლეს, გირაოს გადახდა შეგეკითხები. ერთი წუთი. გირაოს გადახდა არ გადახდას და დაკავშირებით კითხვებს რო სვა. მე რაც ახლა მოგიყევი, ეს არ არის თქვენი საინტერესო თავი ხა სახში თქვენ. აბა თქვენმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა იციან რომ მოსამართლეს და არჩევთ ყვანდა მართავს სიხალბეს და სიმართლეს, ხო წესი. არ გაგიჩნდათ ეხლა რაც მოვყევი მე კითხვა, რა მოხდა, როგორ მოხდა. არ გავშეკითხები როგორ აღმოჩნდა. ერთი წუთი და არ გავშეკითხა როგორ აღმოჩნდა. ცნობილია, იმიტომ რომ საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია თქვენი ადმინისტრაციული წესის დაკავების შესახებ. ერთი წუთით არ შემოგვიყვება. რა ადმინისტრაციული დაკავება? არანაირი ინტერაქციაც კი არ გქონია. გამარჯობა ნაყოფის ვიხარ ახლა. არანაირი ინტერაქცია არ მოხდა. რა იცი დამასაც არ გაშირებ. არ გიჩნდება კითხვები. მეტიც ხარ დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით, ეს ყველა ვიცით. მომდენო 3 წელიწადი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე, მურუსიძე, რამდენად მორჩილი იქნებით და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებას და ეს კაცი უნდა აძევებული ხარ სტოპიდან. უნდა მიშტოკლა. არაერთი საჯარო მოწოდება დაფიქსირებული, როგორც ინტერნეტ სივრცეში, სატელევიზიო სივრცეში, ასევე მისი პირად Facebook გვერდზე, სადაც გაიოჩ წერდა, რომ არ აპირებდა გამოცხადებას სასამართლო პროცესზე და მათ შორის გუშინ, როდესაც სასამართლო პროცესი გადაიდო, არც სხვა მოვალის მსგავსი განაცხადი ჰქონდა. ბრალდებულის სათანადო ქცევა არ არის სახეზე, რაც არის საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ ნაკლებობრაციას გამოძიება შეიცვალა. მან დაარღვია აპოქის პირობები, არ შეასრულა განჩინებით რეგისტრირებული ვალდებულება, უყურებელყო კანონი. სასამართლო გადაწყვეტილება სამართლის კოდექსთან ახლად ნაწილობრივ დაახლოებული მოსწავლე და დაუკვირდება მედია საშუალება. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გადახდის გადახდა ნიკა მელიას მხრიდან არ გადახდა, უბრალოდ მოხდა მიზან მიმართულებით. სასამართლო პროცედურაში იღებს ბრალდების ქცევას, რომელიც არის აშკარად არაკანონი მორჩილი, რაც გადასტურდა ეროვნულ სასამართლოს ხომაზე მისი ქცევით, არა მხოლოდ ბოლო ეპიზოდიდან, არამედ მანამდეც, როცა გამოხატავდა აგრესიას. შესაბამისად, სასამართლომ დაარღვია. დალევის ხალის შუამდგომლობა დაკავებულდეს ახლაც ღონისძიებად, გირაო შეიცვალოს უფრო მკაცრი ახლაც ღონისძიებით აპირებდა. თავად ბრალდებულმა სხდომაზე რამდენჯერმე დააფიქსირა პოზიცია, რომ არ აპირებდა გირაოს გადახდას, საუბრობდა იმაზე, რომ გუშინის უკანონო დააკავეს და გუშინდელი დააკავების საქმეს უკავშირებდა კომისიაზე არ გამოცხადების საქმეს და გირაოს არ გადახდას, თუმცა საბოლოო ჯამში მოსამართლემ განიხილა სწორედ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც მან გირაო არ გადაიხადა, მას თავისუფლება, როგორც უკვე გითხარით, პატიმრობით შეეცვალა. მადლობა მარიამ ქართველიშვილს. ნიკა მელიას